გაუმარჯოს. აი მე ერთად დავიღალი რომელი საათი არის. 8:20 წუთი, მაგრამ დღევანდელი დღე არის, იცი რომელი დღე, აი დღის განმავლობაში ხوارი 9-დან 6-მდე დაახლოებით დღის მანძილი არ ღამდება და რაღაცა რა 9 საათია. ხო და ანუ 9 კი არ იყო, ჩემთვის იყო 15-16. აი იგი შემთხვევა არის, რომ დრო ყოფნის საქმის გასაკეთებლად. ხახნო 3 თვის, არა უკვე 4 თვის მანძილზე დღეს ჩემს პლოშატკაზე აღარაფერი არ ალაგია. გარდა ერთი რაღაცის. უბრალოდ სარკე ვერ მოხსენი, იმას უნდა მოხსნა და ისე რავი რამეს ვუზავ. რა ჩამოვარდა. ეხა მიდვარ დაბადების დღეს. დილას ხო გითხარით და გაგავდეხეთ. ხო და მივდივარ იქ. აუბა ცოტა ბამბა მინდა. და ბამბა დაბლა, თუ ზეთვე გადავიტარო ისა. გამეცალა. ესე იგი, ხელები მაქვს რამდენად ჩანს, სულ და დაშრაშნილი თუ რავი რას ეძახით მაგას. ხო და შევიზილოთ აქ. აუ, არ გავიცლი მანიკურს. ცოტა ზედ გადავისმევ. ხვალამდე მაინც მომძვრის ერთი და. ესეც ესე. ყველი საყურები მე მგონი აქ, კი. ის რკინა ყოფილაგე ეკროვა. ესე იგი, ის ხო დავშალე სანამ ლაშა მოვიდოდა. ხო და კი მითხა ერთ ცალზე რა დაშალე იქ შეგვეტანაო. იქით მარანში რომ რაღაცებს დავალაგეთ. რავი კაცო მოდომება თქვენის იმის აწყობას რაღა უნდა. უკვე მოვიკეთე. არყის ქვაბი უდგალაშას, მაგიტო დავიგვიანეთ რა. ჩემთვისაც კარგი იყო. იმიტომ რომ დავამთავრებდი საქმეებს და სანამ ლაშა მარაყიც გამოხადა და მეც მოვჭი, ანუ სუ მოვჭი. ეზოია ყველაფერად მივგავ-მოვგავი, აი შაბათს სახლში ვარ. და აი მაგ დღეს უკვე აი თუ რამე დავჭა ესე დავდგები და რა შემოდის ხმა. გადავავლებ უბრალოდ თვალს რა არის გადასაგდები. ხო და მაგას ვიზავ. ერთი სიტყვით. ჰაუ. აკარი. კოსში რა გახარო. ამოუტანე. პარალელურად ანუ ვაკეთებდი საჭმელს. შევწვი ქათამი, აი ეს ღორ ქათამა რო განახეთ ხო იცი? აი ეგ დაჭრის დროს გულკერდი მოვაცალე და მოვხარშე. და ეხა გავაკეთე ისა გაჩეჩილი მაიონეზით. აი ეს. აბა ძნელი იყო? არ იყო. რაც შეეხება დღევანდელ ჩემი ფეხის მდგომარეობას, მიუხედავად იმისა, რომ ალაგ-ალაგ მშვიდობაში ვისვენებდი, ხელი მიშრება, აი რავი, ალბათ შიგრო ჩავყო ხელი, მაინც ამოვაშო. ხო და
მკენია რა ფეხი, საერთოდ არ მკენია, ოდნავ გრძნობ რომ აქ ფეხი. მაიამ მიკითხა წარბზე რას ისმევ შენ გაზდა გახარებას. მაი რა ვიცი, ცოტა მუქი რამე წენისა მოიღე და გადაისვი იმაზე წარბზე. ჩემსავით მარტო ხაზი გაქვს. ღოდისი არა იმი. ზეთის აღებავი და ხატულს რო გავდე. კარგად ვიმუშავე დღევანდელი დღით ვარ კმაყოფილი, იმიტომ რომ ეს 4 თვის წადილი ავისრულე და ჩემ ეზოში რომ ადამიანი შემოვიდეს არ წავუა გული მართლა. ან მოსაბრუნებელი აღარ გახდება. ხო, გუშინ მადონას გაუკეთეო მაკიაჟიო. არა ხალხო დაეზარა წელამკვდარას და არ ჩამოვიდა. არ ჩამოვიდა მე კიდე გუში ხო იცით როგორი დღე მქონდა. ხანსად გავიქეცი და ხანსად გავიქეცი. ხან დაბადების დღეზე ვიყავი და ხანსად. ფუნჯებისა და მაგ. წეღო ხომ მეჭირავს. აქ კი ჩავალაგე რაღაცეები, მაგრამ მაინც სხვანაირად უნდა დავალაგო, არ მომწონს ესე. ნინო შენ ხარ? აქ ამოიტანე საჭმელი? არ დაყარო თუ ამოიტან. დალაგებული მაგ ისე რომ რაო? დაშალა არყის ქვაბი? ლაითად წავისმევ მაკიაჟს. რა არის ბარბარი? აუ, გითხარით რომ არის ქნათ მეთქი. მერე რა, სამაგიეროდ ერთი ხელს რო გაუსმევ, ტკბილიანდება და ვსო. კარგად გაწმინდეს ველი სალფეტკით. მე არ ვაკეთებ ხოლმე რაღაცა საჭმელს რო ვაკეთებ, არ მივყვები და არ ვაკეთებ იმით. მაინდა-მაინც რეცეპტებს. ეხლა მაგალითად მქონდა ქინძი, ის დავაყარე, ხახვი დავჭერი ძალიან წვრილად, ის ვუყავ, იმიტომ რომ მაიონეზში რატომღაც მომწონს ხახვი ცოცხლად. ხო და მას ტყუილა ვიფხაკუნებ. არა, აქ ფერი, არა და ადრე კაი მუქი ფერი ჰქონდა ხოლმე. ვუყავი პილპილი, ოდნავ მარილი რომ მაიონეზსაც ხოქს ხოლმე და შევეშვი. მე მიყვარს ხოლმე ეგეთ რაღაცას რო ვაკეთებ. რაშიც ვურევ ხოლმე მე ხო აი ეს კარგად რო აურევ შიანელებ ყველაფრით ქინძი ვუყავ კიდე ხმელი თუ სუნელი თუ რაცა ქვია. უცხოც მქონდა, მაგრამ დამეზარა პარკიდან ამოღება. იმაში გათავებული იყო და აი ეს რო აურევ ხოლმე კარგად და მე სუფთად ქვაბში ხო გადაგაგ. და მე იმ ქვაბის მოსუფთავება მიყვარს, თუ ჯამის მოსუფთავება მიყვარს ხოლმე. აი ეს პროდუქტი სად ვიყიდო ხალხნო? არ ვიცი ისა on color. ასია წერი ავთ, ეს არის ლოგო. აი ხელებს რო არაჩერებ და ესე რო რაღაცებს აკეთებ, მაგებს ცოტათი მალავს. გააჩნია თუ ძალიან ამოღრუტნე არ ამალავს. თუ ძალიან ამოღრუტნე და ის თვალებიცაც კარგია. მე მეთქი გაწვენდა. ხო, ის რაღაცები რო ავიღე. ეხლა უნდა დამეჭიმა საერცხის თოკი. დავჭიმა და დაიტკაცუნა და გაწყდა კიდე კაი სახეში შემომილაწუნა ეს თოკი. აი რა გინდოდა. ხო, ლაშა რომ მოვიდა. ლაშა რომ გუში მითხა რომ წნილი ჩავდეთ იმისი. წიწაკის წნილი ჩავდო ვედრაში ბიძინამ რამდენიმე კვირის წინ.
მე ეს რო დამწნილდა წიწაკისული გადავიტანე ბანკებში და ეს ვედრა რო გავრეცხე, ჩავდე პამიდურის მწნილი. ანუ ერთი ვედრა გვაქვს ხოლმე, რასაც წლიებში ვხმარობთ. ხო და ლაშა მითხარ, რომ ეს პამიდური ძალიან ცოტა იყო და ეს პამიდურის წნილი გეხოწები გადაიტანე ბანკაში, რომ დღესაო ბიძინა თუ მოვაო, იმას ჩადებს კომბოსტოს. უყიდა გაუმზადა ძალიან გემრიელ მწნილს დებს ხოლმე ჩემი მამა მთილი და რა ვიცი კაცო მივყევი მე დრელეთი დავდიოდი დავშალე ეს და მოვიდა და გაგანებს. რატო შენ საქმეს არ აკეთებ და რაც გევალება ის გააკეთე და ამ გაგანში ჩადო თვითონ წნილი. ანუ ჩვენ შეთანხმებულად მოძრაობთ სახლში. მე იმით დავდივარ დრელეთი ლაშა მარილით და ევით რა ქვია წნილით. ხო და კარგად ვიცინე რა. ამით ვქენი მე მგონი იმის რა ქვია ლაინერის ხაზი მე მგონი წინაზე ვქენი ამით. კი ამით მიქნია. ანუ სანამ ლაშა მოაიხა და ჩაიცმევს მე თმას გავიშრობ და ეგ არის. Просто იქამდე იქნებ გამიშრეს, იმიტომ რომ ხო ესე ვიშრობ ხოლმე. ნავიდან დავიფრთხა. რო ამბობ რომ აქეთა ქუთუთო სხვანაირი მაქვს, მეთქი თქვენ არ აგჯერათ. აქეთა ყოხტათა მაქვს. აქეთა ქუთუთო მაქვს ყოხტათ, იქითა არა ყოხტათა. აი ესე უნდა ისე ვქნა ხოლმე, ეს რა არის? გეგონება იქ მიდიოდე, რა ქვია. წვრილებიც რო დავიყარე ახლა ქალო. პრინციპში რატომ მაცა? უი ფშხილებს ლაკი მაგწას, უი გაქრია ხა. ჯერ უნდა ისუნდა. ცოტა მუქი ფერის ფანქარი. აუ ფანქრის სათლელი გააქვს შენ ხო ბარბარე? მომიტარა. ან არ მინდა აივიპოვე გათლი. არ ხატავს? Აღარ ჩაველი იქით. მარანივით გვაქვს. ბარბარე. ბანანა. ახლა. ჰაუ. ისაც მინდა ფასი. Okay, boy. ესე. მოვჩიმე. თმებს ხარ შევიშრო. მინდა არ მინდა ფენი უნდა ჩავრთა. აჰა. ძნელი იყო. აუ ეს უნდა წამესული. ჯერ გავიშრობ და მე სანამ ლაშა მოიზადება მე ამას წავის. მანამდე ავანაგვით.
წავედი.